ამ ერთ კვირის მანძილზე იმ რეაქციებმა, რომელსაც ჩვენ ხედავთ ქართული ოცნების მხრიდან, ამ საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე და საკმაოდ კონსისტენტურ გამოძიებაზე ჟურნალისტებს, რომელიც BBC-მა აწარმოა, რომელიც აბსოლუტურად ყველა სტანდარტის დაცვით იყო ჩატარებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ითქვას, აბსოლუტურად ყველა სტანდარტის დაცვით. ხო, თქვენ ამ დოკუმენტურ ფილმში იხილავთ საოცრად, როგორც ადამიანებს მონათხოვს, ეს კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომელიც გამოტანილია სტრუქტურიდან წყაროების მოწოდებული ინფორმაციას, რომელიც იქით იყვნენ და ეხლა დეფექტირებულები არიან და ქვეყნიდან არიან წასულები და ღიად ლაპარაკობენ რაღაცები. ამაზე პასუხად ვიღოთ, მაგრამ ადამიანი, რომელიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიარაღებული საქართველოს უფროსი, რომელიც ამბობს აი ამ კონკრეტული ბრალდებების ყველაზე ესეთ კონსისტენტურ ნაწილს იძახის, გამოვიდა ეს გამოძიება და ამ კაცებს ხო, რომ ამას ტროტინის შემოტანას ვაბრალებთ ქვეყანაში და აი სხვა საქმეში არის ისა ბრალდებული. აი ამ ერთი ეს ფაქტორი ამოიღოთ იზოლირებულად. როგორ შეიძლება ამ გამოძიებას ედო? რა თქმა უნდა, არავითარ ნდობა არ აქვს გამოძიების, რომლის პარალელურადაც ქართული ოცნების მოლაპარაკე თავების რაღაცა მესიჯ ბოქსის დიაპაზონი იწყებოდა გურამ მაჭარაშვილის რაღაცა იაფასიანი იუმორით და თავდებოდა deep state-ზე დაბრალებით, რომ BBC-ს მართავს და ისა რა ქვია, ქართულ ოცნებას ებრძვის deep state-ი BBC-ს ხელთ, აი ამ იდიოტიზმის დაჯერებას. ცდილობენ საზოგადოებას. რეალურად ეს ვერაფერი ვერ დააჯერეს საზოგადოებას. რეალურად ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება არაფერი არ დაასრულა, გარდა იმისა, რომ არა პრობლემა არ არის, დაივიწყეთ ეს თემა. რეალურად ეს იქნება. გამოვიდა ვიღაცა გაბრაზებული კაცი ხალხს დაჭერილი იმის ლოგოს წინ, სუსის ლოგოს წინ და თქვა რომ აღარ ინერვიულობ, всё ყველაფერი რიგზე არის და როგორ უნდა დავიჯერო, რა ყველაფერი რიგზე არის? რა არის ყველაფერი რიგზე? იმაში როგორ არის ხო? იძახიან რომ რაღაცა ნივთიერება გარეული მქონდა, ხო? ეგ არ არისო, რაც BBC-მ თქვა, ოღონდ არ გეტყვით რა არის. ანუ ეგრე როგორ შეიძლება? ჩვენ ხო ის საზოგადოება ვართ, ავტო ლელა, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1999 წელს 9 აპრილს დაიწყო. საქართველოს მოქალაქეების მოწამვლით რუსთაველზე. როდიონოვმა და რუსის ჯარმა მოწამლა, ქართული ხალხი მაგით დაიწყო დამოუკიდებლობის ათვლა ამ ქვეყანაში და ამ საზოგადოებას ეხლა უნდა დააჯერონ, რომ არ დაუშვოს მოსულა ადამიანების მოწამვლა. როგორც უნდა გეზიძღებოდეს ის ხალხი, შეიძლება რუსთაველზე იდგეს და რანაირი ზირგავარდნილი კოციც არ უნდა იყოს, კაცო. მოწამვლა ხო ყველასთვის პრობლემა არის, არავინ არ იქნებს ამას. ეს ძალიან ნათლად ჩანს და ეს პანიკური ამბავი გრძელდება. ფაქტია, ხო? ყველაზე მარტივი ამბავი არის. ფაქტია, რომ იმ გამოძიებამდე, იმ გაბრაზებული კაცის დანახვამ სუსის ლოგოს ფონზე არაფერი არ შეცვალა საზოგადოების თვალში. არაფერი ამ გამოძიებამ არ დაადგინა.